ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიები არჩევალედურ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. ასეთია მათი პოზიცია, თუმცა გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაში კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ მიეცემათ. ცნობილია ისიც, რომ შეზღუდვები არც იმ საკონსტიტუციო სარჩელის გამო იმოქმედებს, რომელიც მმართველმა პარტიამ ოპოზიციური პარტიების ნაწილის წინააღმდეგ შეიტანა, რადგან ამ დავაზე სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია. ლელოდა გახარია საქართველოსთვის თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად ჩუალედურ არჩევნებში საკუთარ კანდიდატებს წარადგენენ. ჯამში 4 მაჟორიტარს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში აირჩევენ. უკვე ძალაში შევიდა წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის წესებიც. არჩევნები მორიგი უთანხმოების საკითხი ოპოზიციაში. ამჯერად განსხვავებული სტრატეგია და აზრთა სხვადასხვაობა საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით იკვეთება. პარტია ლელოსა და გახარია საქართველოსთვის გუნდში გადაწყვეტილება უკვე მიღებული. არჩევნებისთვის მზადება კი დაწყებულია. კონკრეტულად ვინ რომელ მუნიციპალიტეტში წარადგენს კანდიდატს, ეს მსჯელობის საკითხია. გიორგი შარეშიძის თქმით, გახარია საქართველოსთვის პოლიტიკური საბჭო ამ დეტალებზე ორშაბათს იმსჯელებს. ლელოსა და გახარიას გუნდში თანამშრომლობას არ გამორიცხავენ. 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისაგან განსხვავებით, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არაპირებენ პარტია გირჩის წევრები. მიზეზებს სანდრო რაქვიაშვილი ხსნის. 25 წელსაც მხოლოდ იმ რეგიონებში ვიღებთ მონაწილეობას, სადაც მაღალი რეიტინგი გვქონდა. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ეს არის ფლანგ გვაქვს ფულის და რესურსების, რომელიც ჩვენ შეზღუდულია. ამიტომ ამ რეგიონებში ჩვენი ხალხი არის ისეთი მაღალი, რომ ჩვენ გამარჯვებისთვის რეალური შანსი იყოს და ამიტომ უბრალოდ რესურსებს არ გავფლანგავთ. ჩვენ ვზადებით 28 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და მთელი ფოკუსი ახლა ამაზე გვაქვს. ეს არის 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ერთგვარი გაგრძელება. ჩვენ მაშინაც, ანუ 1 წლის წინ ლელო ძლიერმა საქართველომ განაცხადა, რომ არაფრის დათმობას ამ ხელისუფლებისთვის უბრძოლველად ჩვენ არ ვაპირებთ და აქედან გამომდინარე მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რითიც 1 წლის წინ ჩავერთეთ ამ მარათონში ადგილობრივი თვითმმართველობისა. გამომდინარე ჩვენი მიდგომიდან, იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები რა თქმა უნდა არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ინსტრუმენტი, ჩვენ დიდი ალბათობით ამ არჩევნებშიც მივიღებთ მონაწილეობას, თუმცა რომელ ოლქებში, რომელი კანდიდატები და ასე შემდეგ, ამასთან დაკავშირებით ორშაბათს პოლიტიკური საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიების სტრატეგიის შეცვლას არც ამჯერად განიხილავენ. დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ საარჩევნო კომისია, რომელსაც გიორგი კალანდარიშვილი ხელმძღვანელობს, მათთვის მიუღებელია. ერთადერთი არჩევნები კი, რომელში მონაწილეობასაც ეს პარტიები განიხილავენ, ბადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. არ ფიქრობთ, რომ ამ შუალედური ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მივიღოთ, ვინაიდან ეს არჩევნები არის ფორმალური, არაფერს სulis, იგივე ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული და იგივე წესებით ჩატარებული. საბოლოო ჯამში ეს არის რაღაცა ფორმალურ ხასიათს ატარებს და მინდა გითხრათ, რომ ქართულმა ოცნებამ ფაქტობრივად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აზრი დაუკარგა ამ ქვეყანაში, განსაკუთრებით აზრი დაუკარგა შუალედურ არჩევნებს. ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას რუსული სპეცოპერაციის შუალედურ ნაწილში, რა თქმა უნდა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს თავისუფალ სამართლიან არჩევნებში და ამ არჩევნებს სჭირდება პირველ რიგში გარანტორი და გარანტორი ვერ იქნება ივანიშვილი. ნებისმიერი გზა, რასაც ოპოზიცია ირჩევს, მმართველი გუნდის აზრით უშედეგოდ სრულდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ფიქრობენ, რომ ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობას ამ ბოიკოტს არსებითი შედეგის მოტანა არ შეუძლია, რადგან მათ ქართულ ოცნებასთან კონკურენციის რესურსი არ აქვთ. შესაბამისად, ქართული ოცნება 4-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვებისთვის ემზადება. ვფიქრობ, რომ ბოიკოტის რეჟიმს შეენარჩუნებენ, მაგრამ ეს არის ბოიკოტი როგორც ასეთი, რომელიც შეიძლება ახასიათდეს პოლიტიკურ გუნდს, ეს არის გეგმაზომიერი მოქმედება ქვეყნის დასაზიანებლად და ამას ქვია საბოტაჟი და არა ბოიკოტი. მოგეხსენებათ, რომ თვითმმართველობა არის ხელისუფლების ცალკე მიმართულება, რომელიც ზრუნავს სწორედ ადგილობრივ საკითხებზე და მოქალაქის ნომერ პირველ ასე ვთქვათ გამოწვევები და აუცილებლობები, რაც არის მათ გადაჭრა დაკმაყოფილებაზე. გამომდინარე აქედან თვითონ საკრებულოს წევრები, რომელიც გარკვეული სოფლის თემის ან ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები იქნებიან, ამ ასე ვთქვათ მაცხოვრებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ისინი არიან ერთგვარი ხმა მათი
3 ოქტომბრის შუალედური არჩევნები 4 მუნიციპალიტეტში, ვანჩში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პოლიტიკურ სუბიექტთა რეგისტრაციის ვადა 17 აგვისტოს იწურება. ვინ მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას და ვისი სტრატეგია აღმოჩნდება ეფექტიანი? საარჩევნო ბრძოლა თუ ბოიკოტის გზა? ამას დრო აჩვენებს.